გგონიათ, რომ პროცესები მეგობრებო, პროცესები მიდის სტანდარტულად. თქვენ ხართ ძალიან მძიმე პროპაგანდის ქვეშ, ხშირ შემთხვევაში ეს არის შეფარული ტიპის პროპაგანდა, რომელსაც შეიძლება ცნობიერი ვერც კი გრძნობდეს. არ დანებდით და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ქართველები და საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ ყველაფერს სჭირდება დაცვა და ჩვენი გზა ასე ვთქვათ არის და ერთადერთი ჭეშმარიტი ევროპისკენ, იმიტომ რომ ჩვენი მეზობელისგან გამომდინარე საქართველოს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაიცავს გარდა ევროკავშირში წევრობისა. ამიტომ იბრძოლეთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, იმიტომ რომ არც ისე ყველაფერი ასე ვთქვათ წაგებულია, ჯერ ომი მიმდინარეობს, ამიტომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ადამიანები როგორ ჩაერთვებია, რამდენად დიდი იქნება საპროტესტო აქციები, იმიტომ რომ საპროტესტო აქციების პირდაპირ პროპორციული იქნება საგარეო ზეწოლაც ამ რეჟიმზე. ამიტომ იცოდეთ თითოეული ადამიანი, რომ ვინც სახში დაждდები და იტყვით, რომ აი დღეს დავისვენებ, მეზარება არ გავალ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ამ ხელისუფლებას ერთი მეტი ფორა მიეცით. აი ზუსტად ეს არის რაღაც მათემატიკური გეომეტრიით მუშაობს ეს პრინციპი და იბრძოლეთ რა, იმიტომ რომ არ ვიცი, მე 38 წლის ვარ, რაც შემეძლო, სადაც მიმაშთა რომ სიმართლე იყო გავაკეთე. თუ მომეცემ ამის საშუალება კიდევ გავაგრძელებ, თუ არა და რა ვიცი, ღმერთი იყოს ჩემი საჯული იმ ჭეშმარიტებაში, რომლითაც მე ამ ყველაფერს გვერდში ვედეგი. გიორგი, გამონაკლის არ ელოდებით, ანუ რაღაც ასეთი განწყობით ხართ, რომ დღეს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს დაემშვიდობებით? კი, გენერალური მინდობილებიც გავუკეთე ოჯახის წევრებს რაღაცებზე. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს მოსამართლე იზაკ ელენჯერიძე, რომელიც კლანის ამომავალი ვარსკვლავი გახლავთ, მას შეასრულებენ ამ დავალებას აუცილებლად, იმიტომ რომ ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. ეს ადამიანი არც ერთი ჩვენ შუამდგომლობას არ ითვალისწინებდა, მაგალითად მემუქრებოდა სასამართლო პროცესებზე პოლემიკას მიმართავდა, რომ შენ ეთერში ესე ლაპარაკო, შენთვის ძალიან ცუდია და ამას ნახავ მე. ნუ აი, მუქარა. კი. გაჩუმდიო მე მგონი, ეგეც კი შემოგითხოვეს. შენ ნაკლები ილაპარაკო, ესე გამიკეთე. ოჯახის წევრებთან გააქვთ ამე სათქმელი ჩვენი ეთერი და გასაგებია რომ ცალკე ეტყვით, მაგრამ ნუ არაფერი ძალიან მიყვარს ეს ხალხი, იმიტომ რომ არიან ჩემი ყველაზე ერთგული თანამებრძოლები.